ბილ გეიტსი 2.5 მილიარდ დოლარს მხოლოდ ქალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და დაავადებების გამოსაკვლევად გამოყოფს. თანხები მოხმარდება სამეანო საქმეს და მომავალი დედების იმუნიზაციას, ანუ ვაქცინაციას და ვირუსების გავრცელების პრევენციას. შეეხება ასევე ახალბედა დედების ჯანმრთელობასა და კვებაზე ორიენტირებულ გამოკვლევებს. შეიმუშავებენ კონტრაცეფციის ახალ მეთოდებს და ამასაც მოხმარდება, რა თქმა უნდა, თანხის ძალიან დიდი ნაწილი, ასევე ქალებთან დაკავშირებული სქესობრივად გადამდები ინფექციების გამოკვლევა დაფინანსდება აი ამ თანხით. ყველა ეს გამოკვლევა, რომელიც ვახსენე, მეგობრებო, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქალების ორგანიზმზე დაფუძნებული და ქალის ორგანიზმის სპეციფიკიდან გამომდინარე დამუშავებული. ასევე სტატიაში იყო აღნიშნული, რომ ქალის ჯანმრთელობის დაცვა და ამ გამოკვლევებისთვის ჩადებული თანხები პერსპექტივაში სამმაგ სარგებელს აძლევს სახელმწიფოს ეკონომიკას და რა თქმა უნდა, ესეც ძალიან დიდი ფაქტორი და ბუსტია იმისათვის, რომ ამიერიდან გამოკვლევები ასევე ქალის ორგანიზმზე იყოს მორგებული და გათვლილი. მადლობა ამ ადამიანს, რომ საფუძველი ჩაუყარა ჩვენზე მორგებულ გამოკვლევებს და სამედიცინო სფეროს განვითარებას. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი აი ამ ამბავთან დაკავშირებით.